6 წლის. სწავლობ სკოლა პროგრესში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, სიმღერა, ცურვა და ციგურებზე ცრიალი. ამ 4-დან ყველაზე მეტად მიყვარს სიმღერა. დავდიოდი სტუდია ლალეში და მერე გამოვედი. იმიტომ გამოვედი, რომ სამწუხაროდ დრო აღარ მყოფნიდა. ჩემი დრო ძირითადად იხარჯება სწავლაში და ყინულის მოედანზე. ჩემი საყვარელი სიმღერა სოლაკი და აბართუბანი. სოლაკი და აბართუბანი ვერცხლის და კარიბის ქუჩები, სასაქიშერის და საფინონის მზე. შევადები და თუ ხარიყვინო, თუ გიქაიბოს უბანი, მამა და გვიცავს წვინას უმუხტის მზე. ბახჩა და ბაღი და ფლაბალია სულსაღი, უბერებელი უზომლაღი, სულსაგიემებს სულს. აქ ფიროსვანი შემიფება და აქ დაეთრობა აქვს კუთხეის კუჩხო თუ შეგივალო და შენ. მე მაქვს კარგი სვენ და კარგი ხმა. ზოგჯერ სახლში მღვერი დაიკოსთან ერთად. სახლში ცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო და ჩემი დაიკო. მყავს ერთი ძმა და ყავს შეყვარებული. მეტი და ძმა არ მინდა, იმიტომ რომ ჩემი და მისლის ნერვებს. ის არის 10 წლის და ქვია ლილე. ლილე არის ლამაზი, ჭკვიანი და მორცვა და ნერვებს მომშლელი. მე ნერვებს მისლის, როცა მარტო მღერის. მამაღლა მღერის და ჩემი ხმა აღარ ისმის. ისე კარგი გოგოა და ძალიან მიყვარს. ჩემი აზრით ლირო გაიზრდება გამოვა ვეტერინარი. ოღონდ პიტბულებს არ უმკურნალებს. იმიტომ რომ საშიშები არის. მამიკო არის მაღალი, სიმპათიური და გულკეთილი. დედიკო არის ლამაზი, თბილი და ზრუნველი დედა. კიდევ არის ძალიან კარგი დიასახლის. მან მასწავლა საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 5 წლის. ეს საჭმელი იყო კარაქიანი პური. ეხლა ყველაზე კარგად ვამზადებ ფაფებს. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია ვერმიში. მე ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მასწავლებლები არიან კარგი. ჩემი საყვარელი მასწავლებელია თეონა დონაძე. თეონა მასწავლებელი იმიტომ მიყვარს, რომ თბილია, ლამაზი და კარგი მასწავლებელი. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი წიგნია დედაენა. მე თითქმის ვისწავლე ყველა ასო. მე მომწონს ყველაზე მეტად ასოგერა ე, იმიტომ რომ ეზე იწყება ჩემი სახელი. არ მომწონს ჯერ, იმიტომ რომ ვერ ვწერ კარგად. კლასში ყველაზე ხიარული არის დათუნა სიხარულიძე. ყველაზე ჭკვიანია ნია სურმანიძე. ყველაზე მშვიდია ელისაბედ ნაკაშიძე. ყველაზე ცელია დავით ზაქარაძე. მე ვარ ყველაზე მოსიყვარულე, მეგობრული და ყველაზე ლამაზი. მეგობრობა არის სიკეთის გაკეთება და ჭკვიანად ყოფნა. ადამიანს შეიძლება მაქსიმუმ ყავდეს 7 მეგობარი. ასე იმიტომ მგონია, რომ მალე 7 წლის ხდება. ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე. იმიტომ მიყვარს, რომ საჩუქრებს ჩუქნიან და ბავშვებთან ერთად ვერთობი. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტად გამიხარდა, რომ ჩემმა ძმამ რომ მაჩუქა საბრანჭავები. ეხლა მინდა მაჩუქონ ნამდვილი ბიჭი თხოიბუდელი. ახლა მინდა ვიყო 8 წლის, იმიტომ რომ ლამაზი მოხაზულება აქვს. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი ვისწავლე. როგორ ვისწავლე და ტელევიზორს ვუყურებდი და ვიხატავდი. ყველაზე ხშირად ხატავ გოგონას, ჩემ ოჯახს და ძაღლს, ცხოველებს. ჩემი საყვარელი ფერია წითელი. ძალიან მიხდება და ამიტომაც ასეთი ლამაზი კაშკა და წითელი კაბა. არ მიყვარს შავი და ყავისფერი. ზოგადად მუქი ფერები არ მიყვარს. სახლში იმდენი ნახატი მაქვს, რომ არც დამიცვლია. იმიტომ ვაგროვ ამ ნახატებს, რომ ვაჩუქო ჩემ კლასელებს და მასწავლებელს. როდესაც მივიძახე რომ ვქონდე, გავხდები მილიონერი. მილიონერი რო გავხდები, მერე ვიყიდი ბრელებს. სამგზავროდ მინდა წავიდე დისლეინეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რა არის ჩემი ჰობი? ჩემი ჰობია სიგურების სრიალი. ერთი თვეა დავდივარ ყინულის სასახლეში. დღეში ვიქცევი 5-ჯერ, მაგრამ მაინც მიყვარს იქაურობა. ჩემი ჰობი კიდევ არის ცურვა. ცურავ კამერით და ზოგჯერ მამას მეხმარება.
წყალქვეშ შემიძლია გაძლო 5 წუთი. წყლის ზემოთ 10 წუთი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ შეკითხვას. რომელია მისი ყველაზე კარგი თვისება? მაგალითად, ჩემი საუკეთესო თვისებაა, რომ ვარ ხიარული. ბედნიერება არის სეინობა, სიმღერა და დედიკოს ჩახუტება და კიდევ ტკბილეულობა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.